სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ, ჩვენი ქვეყანა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. დღევანდელ დღეს ტრადიციულად დიდმარხვის მეორე კვირას წმინდა ეკლესია აღნიშნავს გრიგოლ პალამას ხსენებას. ამავდროულად ესეც მოძრავია კიევის ქვაბსაშინა დავანებულთა ღირსთა მამათა ხსენება არის და მოგეხსენებათ უკრაინას განსაკუთრებულად უჭირს დღეს არა მარტო უკრაინას, მაგრამ იქ ომი მიმდინარეობს. ჩვენი მართლმადიდებლები, დები, ძმები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ შევთხოვოთ კიევის ქვაბსაშინა დავანებულ წმინდანებს მათთვის მშვიდობა და კეთილდღეობა. რაც შეეხება დღევანდელ კვირას. შემთხვევითი, რა თქმა უნდა, არ არის ის, რომ გრიგოლ პალამას ხსენება არის, ყოველთვის ესე არის კვირის დღეები დალაგებული, უпростоრად საკვირაო საკითხებები დალაგებული, რომ რაღაცა ამბავს გეუბნება. თვითონ სათაური წაკითხვა იმისა, რომ პირველი კვირა დიდმარხვის არის მართლმადიდებლობის ზეიმი, რაღაცა ამბავს გიყვება ეს, თვითონ წაკითხვა ამისი კალენდარში, რომ მართლმადიდებლობის ზეიმია. ის რომ მეორე კვირას, დიდმარხვის მეორე კვირას აუცილებლად პირველი ვინც დაიწერება ამ წმინდანთა მოსახსენებელში და წერია რომ გრიგოლ პალამას ხსენება, ესეც არ შეიძლება შემთხვევითი იყოს, რაღაცა ამბავს გვეუბნება. და რა ამბავია ეს ამბავი? იცით რომ გრიგოლ პალამა გახლავთ ადამიანი, რომელიც გახლავთ განმარტებელი იმ რა პრაქტიკასაც ათონელი ბერები ისიხასტორ მოღვაწეობაში ეწეოდნენ, მან ეს ყველაფერი გადმოსცა და განმარტა, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ეს ბერები თითქოს დაადანაშაულეს რაღაცა როგორც ხიბლში მყოფი ადამიანები და კიდევ უფრო მეტი რაღაცა პრობლემები იყო, მაგრამ გრიგოლ პალამა იყო ეს ადამიანი, რომელმაც თავისი რაღაცა სულიწმინდის მადლით, რომელიც მან მოიხვეჭა და მოიპოვა და განათლებად შესაბამისი ჰქონდა, შეძლო ეს ყველაფერი გადმოეცა და წერილობითად გადმოეცა, ისე რომ ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა რაღაცა საწინააღმდეგო აზრები, პირი დაეყო ყველას. მაგრამ დღევანდელ დღეს მისი ხსენება არ არის მეთქი შემთხვევითი, როგორც გითხარით, ისევე როგორც მართლმადიდებლობის ზეიმისა, იმიტომ რომ ისიხაზმზე რომ ვილაპარაკოთ, ანუ იმ რაღაცა განსაკუთრებულ მოღვაწეობაზე რომ ვილაპარაკოთ, ჯერ ხომ უნდა მიხვიდე აქამდე. აი როგორც ეხლა ასეთი რამ რომ გადაწყვიტო, რომ ეხლა ფუნიკულიორზე რომ ახვიდე, ჯერ ხომ თაწმინდაზე უნდა მიხვიდე, კაცო, იქ საიდანაც ტრამვაი გადის, ესე ხო არ არის, რომ პირდაპირ ეხლა ფუნიკულიორზე მოინდომე ფეხის შედგმას. ამიტომაც ისიხაზმამდე სანამ მივა ადამიანი და სანამ აი ამ განსაკუთრებულ მოღვაწეობამდე მივა, ძალიან უბრალო რამ უნდა იცოდეს, ძალიან მარტივი რამ უნდა იცოდეს. და რა არის ეს მარტივი რამ? ძალიან ხშირი შეკითხვა, ყველაზე მეტი შეკითხვა, რაც შეიძლება მოდიოდეს მარხვაში, განსაკუთრებით აი ამ დიდ მარხვაში, ეს გახლავთ შეკითხვა, მამაო, ეს შეიძლება თუ ეს არ შეიძლება? ამის ჭამა შეიძლება თუ ამის ჭამა არ შეიძლება? იქ ქელეხში ვთქვათ, ეს უნდა დაიდოს თუ არ უნდა დაიდოს? იქ ვთქვათ, ხორბალი უნდა მოიხარშოს თუ არა? გამოძიება კანონისა, რომელი კანონიც ჩვენთვის არის მოცემულობა ღვთისგან, ეს არ არის ცუდი, მინდა გითხრათ. ეს ნამდვილად არ არის ცუდი, იმიტომ რომ კანონი არის მოცემული იმისთვის, რომ შენ გაგათავისუფლოს ცოდვებისაგან. მოგეცა ეს ნებისმიერი კანონი, რომელიც არ უნდა წაიგითხოს ჯულში, ათმცნებაში, წინასწარმეტყველებაში, ძველ თუ ახალ აღთქმის ნებისმიერ წიგნში, ნებისმიერი კანონი ემსახურება ერთ რამეს, რომ შენ გაგათავისუფლოს ცოდვებისაგან. მაგრამ არის თუ არა ეს ამბავი ასე,
აი ეს დასკვნა უნდა გააკეთოს, სანამ ის სიხაზმამდე ილაპარაკებ და სანამ ის სიხაზმის რაღაცა მონაცემებს ეტყვი ადამიანს, რომ მოკლედ ასეთია თურმე ამ მოღვაწეობის სახე. და რა არის იცით ეს? ძალიან მარტივი რამ, იგივე მარხვაც, აი მარხვაც რო ავიღოთ, ეს მარხვა იმისთვის კი არ არის, რომ მე მარხვის მსახური უნდა გავხდე. როდესაც ამ კითხვებს ვსვამენ, რომ ეს შეიძლება თუ ეს არ შეიძლება. მარხვა მე უნდა მემსახურებოდეს. თითოეულ ჩვენგანს უნდა ემსახურებოდეს განვითარებაში, წინსვლაში, სულიერ რაღაცა ამაღლებაში. და თუ მე გავხდი იმის მსახური, რა გამოდის მაშინ? რომ მე არ ვმარხულობ. და როგორ უნდა განსაზღვრო ეს? მე ვარ მარხვის მსახური, თუ მარხვა არის ჩემი მსახური. ძალიან მარტივია ამისი განსაზღვრება. როდესაც მარხვა დაიწყო, პირველი კვირა, განსაკუთრებული კვირა მოგეხსენებათ, ძიმე მარხვა, ესე იწოდება, იკითხება ანდრია კრიტელის კანონები, მორწმუნე ადამიანები იწყებენ მარხვას და ეკლესიაში სიარულს აი ამ კრიტელის კანონების მოსასმენად. არიან ამ დროს ადამიანები, რომელთათვისაც ეს საერთოდ არ არის ფასეული. და არიან ადამიანები, რომლებიც ამ კვირაში შვებულებას იღებენ, რომ წავიდნენ და დრო გაატარონ სადღაცას თბილ კურორტებზე. მაგრამ პარადოქსი იცით რა არის? რომ ეკლესიაში მოსიარულე, მმარხველი, კრიტელის კანონზე მდგომი ადამიანები უფრო ხშირად განეკითხავენ დუბაიში მიმავალ დასასვენებლად ადამიანებს, ვიდრე ზღვაზე მიმავალი დასასვენებლად ადამიანი განეკითხავს მორწმუნეს, რომელიც მოდის ეკლესიაში კანონზე დასასწრებად. აი თქვენ დაფიქრდით ეს თუ არ არის. თუ არ აღიზიანებს ადამიანს სხვისი კარგატყოფნა, სხვისი დასვენება, სხვისი სადღაც საზღვარგარეთ ცხოვრება, სხვისი რაღაცა ფულების ხარჯვა და მე ვკითხულობ ეხლა, კანონი რომ გაინტერესებს, ოდესაც სვავ კითხვას, მამაო, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება? იგივე კანონით თუ სარგებლობ შენ მაშინ, როდესაც შემოდის შენში გაღიზიანება, გაბრაზება ადამიანზე, რომელიც, ესე იგი, კრიტელის კანონის ნაცვლად წავიდა დასასვენებლად ზღვაზე. გიკითხავს თუ არა საკუთარი თავისთვის, რომ აი ეხლა ეს კანონი როგორ განმსჯის მე? აი ეს კანონი როგორ მოუდგება ჩემსა? თუ მხოლოდ ის არის კანონი, რომ მე მარხვა უნდა შევინახო, უფალი ამბობს სახარებაში. შაბათისთვის კი არ შექმნილა ადამიანი. შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის. კანონისთვის კი არ შექმნილა ადამიანი, კანონი შეიქმნა ადამიანისთვის, რომ ემსახურებოდეს ამ გათავისუფლებაში. მარხვისთვის კი არ არის შექმნილი, მარხვა შეიქმნა იმისთვის, რომ დამეხმაროს მე ამ ყოველივეში, მაგრამ არის კი ეს მარხვა, როდესაც ჩემს მაგიდასთან შეიძლება იდოს მხოლოდ პური და წყალი, სამაგიეროდ მაღიზიანებდეს მე ადამიანი. ვინმე ადამიანი მაღიზიანებდეს, დასასვენებლად წასული იქნება, ჩემი ოჯახის წევრი იქნება, თანამშრომელი, ზემდგომი, ქვემდგომი, მეზობელი თუ მძღოლი, რომელმაც ესე იგი დაარღვია და გადამიჭრა ქუჩა არასწორი მოძრაობით. არის ეს მარხვა? ამ კანონის მიხედვით, რომელი კანონიც გაინტერესებს, როგორ ვიმარხულო, მამაო? როგორ ესე იგი თევზი იჭმევა თუ არ იჭმევა, ზეთიანი შეიძლება თუ არ შეიძლება და ასე შემდგომ, ამ კანონით არ ვინტერესდები მე, რომ ეს რომ მაღიზიანებს, კი, სუფრასთან პური და წყალი მიდევს, მხოლოდ და მხოლოდ რაც სიკეთეა მინდა გითხრათ, მაგრამ მე გავხდი მარხვის მსახური და არა მარხვა. მარხვა კი არ ემსახურება ჩემს განვითარებას. ესე იგი მე გავხდი მარხვის მსახური და ვამბობ ასეთ რამეს, რომ მე მარხულო პურზე და წყალზე ვარ. სამაგიეროდ ვერ ვიტან ადამიანს, რომელიც ზუსტად არ ეთანხმება იმას ყველაფერს, რასაც მე ვლაპარაკობ. მისი აზრის შეწყნარება არ შემიძლია. მისი დასასვენებლად ყოფნა ჩემს ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს და იწვევს ჩემში რაღაცა აი ბობოქრობას პირდაპირ, როგორ მე ახლა აქ კრიტელზე უნდა ვიდგე და შენ იქ უნდა ირუჯებოდე? ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, რატომ თქვი ეს ამბავი, იცით? დღევანდელ სახარებასთან მიმართებაში ვყვები ამას, რასაც ვყვები. და ზოგადად სახარების მთელი რაღაცა კონტექსტი თუ ხშირად დააკვირდებით,
ნახავთ თქვენ რომ მაცხოვარს ეკითხებიან, ახლა ასე შეიძლებოდა, არ შეიძლება, რომ შაბათს რომ განკურნე, ეხლა ეს ნორმალურია, ეს ხომ ჟულს ეწინააღმდეგება. დღესაც ეხლა მაცხოვარს მიუყვანეს დავრდომილი ადამიანი 4 მეგობარმა, წარმოიდგინეთ მეგობრობის როგორი სახეა, რომ ვერ შეაღწიეს სახლში, სადაც იჯდა და აიყვანეს ეს დავრდომილი კაცი, მოხადეს სახურავი და ზემოდან ჩაუშვეს თოკებით. რამხელა რისკზე მიდიან, რამხელა შრომას წევენ, იმიტომ რომ ოღონდაც თავიანთი მეგობარი განკურნონ და მაცხოვარი ეუბნება მას რომ მოგეტევოს შენი შეცოდება და იქ ვინ ხალხი იწყებს გულში ზრახვას? წიგნობრები და ფარისევლები, რომლებიც არიან ეკლესიური ხალხი. აი დღევანდელი გაგებით რო ვთქვათ, ეხლა რომ სამღვდელოება და მრევლი. ესენი იწყებენ მაცხოვრის განკითხვას, რომ ვინ არის ეს, რომ ცოდვების მიტევებაზე ლაპარაკობს? ვის შეუძლია ცოდვების მიტევება? ვინ არის ეს, რომ შაბათს კურნებს, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს შაბათი და ესე იგი ბრმას თვალი აუხილოს, ასეთი კანონდარღვევა ჩაიდინოს? წარმოგიდგენიათ? ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის უნდა შინაგანი ეს განცდა გქონდეს, რომ არ გადავიქცეთ მარხვის მსახურებად, არ გადავიქცეთ კანონის მსახურებად, ან არ გადავიქცეთ რაღაცა საკუთარი თავის მსახურებად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენს ეგოს ემსახურება და მეც არაფერს. ნეტარი ავგუსტინე ასეთ რამეს ამბობს: გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა აკეთე. აი ხო კითხულობთ, ეს შეიძლება თუ ეს არ შეიძლება? ამის გაკეთება არის მიზანშეწონილი თუ არ არის? ამის ჭამა შეიძლება თუ არ შეიძლება? გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა აკეთე. თუ ვინმეს დააინტერესებს ესე იგი რაღაცა თამამად ნათქვამი ფრაზა რას ნიშნავს, მე გეტყვით. ვინმე რომ გიყვარს, მას შენ აკადრებ უდიერ სიტყვებს, მას ცუდად მოექცევი, მას მოპარავ, მას უღალატებ, მას გალანძღავ, მას განიკითხა, უფრო მეცაც გეტყვით. ეს შენი საყვარელი ადამიანი რომ ყოფილიყო, იქ წასული დასასვენებლად, იმას კი არის იმისთვის მიზეზს გამოძებნიდი, რომ რაქნას მთელი წელი დატვირთული ქონდა და ამიტომ ეს ერთი კვირა იყო რაღაცა, როცა მოახერხა რომ დასასვენებლად წასულიყო. ხომ ასე იტყვი? მაგრამ რახან შენი ახლობელი არ არის, ხაზე ასე იტყვი, რომ აი ნახე, აქ ეხა კრიტელი იკითხება, ის კიდე დასასვენებლადაა. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, როგორც კი იგრძნობ რომ ვინმე გაღიზიანებს, როგორც კი იგრძნობ რომ ვინმეს ნათქვამი შენში ბობოქრობას იწვევს, როგორც კი იგრძნობ რომ ვინმეს დანახვა არ გინდა, მე გირჩევთ რომ პურზე და წყალზე ყოფნას თავი დაანებოთ. მე გირჩევთ რომ იმუშაოთ ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რომ სადმე ვინმეს ზეთი ხო არ ქონდა ზედმეტი ჩაწვეთებული თქვენ საჭმელში და ვაიმანდ არ შეგვეშალოს და არ დავიღუპოთ, იმიტომ რომ მარხვის გატეხვით არ დავარღვიოთ ჯული. იმიტომ რომ გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა აკეთე ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული ამ ჯულს თავისთავად აღასრულებს და მარხვა თუ კი ჩვენ მარხულობთ მუცლით და არა გონებით, ესე იგი გამختار ვართ მისი მსახურები. გონება უნდა აკონტროლებდეს მუცელს და არა პირიქით, რომ მუცელი აკონტროლებდეს გონებას, რომ მე ახლა მას არ შევჭამ სამაგიეროდ გონებას მივცემ ყველაფრის საშუალებას, განკითხვისას, დაუდევრობისას, უსიყვარულობისას, სიანჩხლისას და გამოვლინებისას, იმ აგრესიისა, რომელიც შეიძლება ჩემში ჩაბუდებულია. ამიტომ დღევანდელი საუბარი რითიც დავიწყებ, კვლავ იქ დაუბრუნდები, რომ ჩვენ ისიხაზმზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს. ეხლა წარმოიდგინეთ, ისიხასტური მოძრაობა როგორი მოძრაობაა. ადამიანები კვირაში ერთხელ ღებულობდნენ საჭმელს, ეს იყო კვირა დღე. დანარჩენი ფაქტიურად კელიიდან არ გამოდიოდნენ. ისინი რაღაც გარკვეულ პოზას ღებულობდნენ, ეს პოზა გახლავთ ესე რომ ჩაიჩოქოს ადამიანმა, თავი მუხლებში ჩარგოს და იმეორებდნენ იოსოს ლოცვას. და ასე ატარებდნენ 24 საათიდან დაახლოებით 18 საათს. ეს ჩვენთვის ეხლა შეიძლება მოყოლითაც კი წარმოუდგენელი ამბავია. მაგრამ ისინი ჭვრეტდნენ იმ საღვთო სინათლეს, რომელიც სინათლეც მათ აძლევდა ამის საშუალებას, რომ ასე გაეტარებინათ ეს საათები. ასეთი იყო მათი ეს ისიხასტური მოძრაობა. მაგრამ
თუ არ გათავისუფლდები რაღაცის მონობისგან, თუნდაც ეს მარხვის მონობა იყოს, თუნდაც კანონმორჩილების მონობა იყოს, ისიხასტორ მოძრაობაში ვერ ჩაერთვები ვერაფრით. იმიტომ რომ როგორც კი თავს ჩარგავ მუხლებში და სკვნილს დაიჭერ ხელში, იმ წამსვე გაგახსენდება სხვაგან დასასვენებლად წასული შენი მეგობარი. შენ რომ არ ხარ იქ და ის რომ არ არის შენს ადგილას, ან შენს გვერდით რომ არ არის ისიც დაჭოქილი. გაგახსენდება მაშინვე ის, რომ ვიღაცა ბაზარშია გაქცეული ახლა ხორცის საყიდლად და მწვადები უნდა შეწვას და შენ ამ დროს თავჩარგული უნდა დაიწყო ლოცვა. ამისგან თუ არ გათავისუფლდი, აი ამ ეგოს, აი ამ საკუთარი თავის მსახურებისგან თუ არ გათავისუფლდი, რა თქმა უნდა, ისიხასტორ მოძრაობაზე კი არა, უბრალო მარხვაზე, რომელ უბრალოებასაც ახლა ჩვენ ერთმანეთისგან ვითხოვთ, ესეც კი შეუძლებელი ხდება. იმიტომ რომ ერთმანეთმა მიუხედავად იმისა, რომ ერთი ოჯახის წევრები ვართ, ამ ეკლესიის წევრები ვართ, რაღაცა საქციელში შეიძლება გავაღიზიანოთ კიდეც ერთმანეთი და არ მოგვეწონოს იმისი ნათქვამი, იმისი ნამოქმედარი, იმისი გამოხედვა, იმისი ყურადღება ზედმეტი ან უყურადღებობა. სულ შარზე ვარ, მაგრამ მარხვაზე ვარ. სულ მიზეს ვეძებ, ესე იგი რომ მე ყოველთვის მართალი ვიყო და ადამიანს უთხრა, იცი რა, მე ეს ამიტომ გავაკეთე, მიზეზი ყოველთვის მქონდეს, მაგრამ მარხვაზე ვარ. შენდობის თხოვნას ვერ ვახერხებ კი არა, აგერ მეტანიას გავაკეთებ თქვენ წინაშე და ვიტყვი, შემინდეთ და მაპატიეთ, ცოდვილი ვარ. ოღონდ ეს ჩემი შენდობა და ეს პატიება აქვე მთავრდება, იმიტომ რომ როგორც კი გამოვედი, კვლავ ისევე გავაგრძელე. მონდურავს არ მივესალმე, შვიდობის ყოფილობის ნება არ გამოვხატერო, ორი დაპირისპირებული ადამიანი ერთმანეთს შევარიგო, გაჭირებულზე ვთქვი, რომ რას ვიზავთ ახლა კაცო, ყველას უჭირს, ხო ხედავთ რა ცხოვრება და ასე გრძელდება ჩემი ცხოვრება. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, მარხვა არის ცვლილებების დრო, მარხვა არის სულიერი ზრდის, ჩვენი გამოცდის დრო არის, რომ გავიზრდებით, ერთნაბიჯს გადავდგამთ, წინ თუ ვერ გადავდგამთ. შევძლებთ თუ არა ამ მარხვაში იმას, რომ დავანებოთ თავი ამ ფიქრებს და ამ ზრახვებს, რომ ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს ეხლა მიღებულია ამ მარხვაში ასეთი ლოცვა, ასეთი ჭამა, ასეთი მოქმედება შეიძლება? და ამ დროს არ ვკითხულობ იმას, რომ შეიძლება ის, რომ ვიღაცა მაღიზიანებს და არ მინდა მისი დანახვა. აი რაზე გვაქვს სამუშაო, აი რა არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, აი რა არის ჩვენი თვალის არახელა, მინდა გითხრათ, სულიერი თვალის არახელა, რომელიც უმთავრესი, ესე იგი, მიზანი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისა აი ამ მარხვაში. ამიტომაც მე გისურვებ თითოეულ თქვენგანს ამას, რომ სანამ ვისაუბრებდეთ ისიხაზმზე, სანამ ვისაუბრებდეთ გრიგოლ პალამას მიერ გაწეულ აი ამ დიდ შრომაზე და ღვაწლზე, სანამ შეუდგებოდეთ, ესე იგი, მარხვას განსაკუთრებული ლოცვა კურთხევით, რომ მამაო, მე მინდა რომ ასე ვიმარხულო ამ მარხვაში, იქამდე იქნებ დაფიქრდე, რომ ხომ არ გაღიზიანებს ვინმე შენს გვერდით მდგომი ადამიანი. არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ფიზიკურად არ გინახავს, მაგრამ ტელევიზორში დანახული. ან სადმე სოციალურ ქსელში ამოგდებული მისი წინადადება. თუ ეს გაღიზიანებს, მოდი აქედან დაიწყე მარხვა, გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთს. ლოცვით და